მოკლედ დღეს ჩვენ ვართ საუთჰემპტონში. კიდე 9 საათზე ჩამოვედი მატარებლით იმისთვის რომ ამოსთა ჩაგვებარები. საგვარ რთული ტესტი იყო, პირველად ვიყავი. ასაც ველოდებოდი ზუსტად ის აღმოჩნდა. ისე რომ შედეგებს არ ველოდები. სხვა გზა არ იყო. მაგრამ მომგეობინებდი უფრო იოლს თქვა. თუ რაც არის ეგ არის, ახლა დავამთავრეთ ჩვენ ტესტი ორჩა. ახლა ვარ აქ. საკმაოდ ცნობილია თავის იაფი მაღაზიებით. ვიყავი რაღაც მაისური ვიყიდე და ლასტების მსგავსი რაღაც ბოტები, რომელსაც ჩვენთან ბოტებს ეძახიან. აქ რა ვიცი ასა არ მქონდა. და ვთვალიერებ ქალაქს ცოტა ხანში. ალბათ უკან წავალ, ამათ ახლა არ ვიცი რატომ იყურებენ ესე. რა რო ქალაქს ვიდეოს ვიღებ და ვაპარაკობ. ხალხის ასე საერთოდ ისე დადის, რომ მე იმათთან შედარებით ისაუბრებ. ქალაქი არ ვიცი როგორია. ეს არის ალბათ რაღაც პარკი. ძველი ქალაქია, დიდია. ცნობილია იმით, რომ ამ პოლიციას ხო როგორი გამყინავი ხმა აქვს რა, ჩვენი პატრული ჯობია რა. ცნობილია იმით ეს ქალაქი, რომ ტიტანიკი აქედან გავიდა. სამხრივ მე მგონი რაღაც ისეთი განსაკუთრებულობით არ გამოირჩევა. თუმცა ახლა ბორმასთან შედარებით ალბათ უფრო ძველია და საზღვაო ქალაქი იყო ალბათ. ეს პარკია აქ როგორც ხედავთ. არ ვიცი ვინარე ვერც ვივარაუდებ. არ მგონია ახლა პუშკინი იყოს ვაგენბარდები კი აქვს მაგრამ ალმერსტონ და 794,865 შეიძლება დამარცხებელი იყო. მოგეშებდა კაც ისეთი მოწყენილი ჩანს. რატომ მიყურებდა არ ვიცი კი ერთხელ თავს ვიკავებ პეტრი შეფასებებისგან. ეს პარკია საკმაოდ კარგი. ასეთი პარკები ორია ალბათ ყველა ქალაქში. მინიმუმ 2-3 მაინც არის. პატაშორის ბორმაში ამოვაჩინა ძალიან კარგი პარკები. ამაზე მაგრამ ალბათ რო არ არის რო წახვიდე კაცმა. აქ სადღაც რაღაც ტაუერი უნდა იყოს, სადაც შეიძლება აღძვრე და გამოიხედო. აბა ერთ დღეში ისე მარტო რა უნდა ნახო. გიმტკი ვარ, სინატო, თქობა. უძრაობის თუ მოძრაობის ბრალია. შეიძლება მაგზაურში ტკივილები. შესრად ხარში. მე ესეთი ვარ. აი ესეთი ვარ. ხა უნდა გავიგეთ ჩვენ მატარებლის სადგური სად არის. იქეთ უნდა წავიდეთ. აქ როგორც ჩანს რო კონცერტია. აღარ გელებს მომენტი არაფერი არ უნდა გიტარა მიაცხეში და თუ მინდა წყლის ქვეშ დაუკრავ. სულ არ აინტერესებს არჩე. ფეხბურთის გუნდი ყავთ საუთჰემპტონს კიდე. არ ვიცი რომ რა გიზია, მაგრამ საკმაოდ ნორმალური გუნდი უნდა იყოს. აქ რაღაც აცის ორგანიზებას აკეთებენ. მოკლედ აქ მთავრობა ყველანაირად ხელს უწყობს ამ ხალხს წავიდნენ სადღაც, განმარტოვდნენ, დაისვენონ, გიტარაზე დაუკრან, ფეხბურთი ითამაშონ და საერთოდ არ გაიხედონ მთავრობისკენ რას აკეთებს. მე მგონი არც იციან რას აკეთებს ამათ მთავრობა. ასეც მე მგონი ერთთან 90% მაიცის რა. ჩვენთან ხალხს საქმე არ აქვს, სად წავიდეს, სად დაისვენოს და ყველა ტელევიზორს მისჩერებია და შესაბამისად. ისე ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატი რო იყო, აღარ მახსოვს როდის იყო. იქ ნოდარ დუმბაძის
შეფასებები წერია და იქ წერია რომ მთავრობა ყოველნაირად ხელს უწყობს ღამის კლუბების განვითარებას. ახალგაზრდობა მიდის ამ ღამის კლუბებში, ისვენებს ერთობა და საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა. შეფარულად იყო მითნიშნებული, რომ ეს ამას მთავრობა განგებაკეთებს. მაგას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, როგორ აკეთებს. თავარი ისაა შედეგი როგორ დგება. ამ ქვეყანაში შედეგი უკვე დამდგარია, ამის ნახვა შეიძლება. ამდე ხალხს თბილისში რაღაცა დღესასწაული თუ არის, მაშინ ნახა. ერთად თავმოყრეს. აქ კიდე ყოველ შაბათ-კვირა დღესასწაული აქვს რა. თბილისი დედაქალაქია და ეს კიდე ერთ-ერთი პატარა ქალაქი. აბა უყურეს, როგორი პარკი აქვს. რაღაც ისე ვიყავით აკოკილი ამ სწავლაზე, რომ ეხლა თავისუფლება რომ მაქვს, აღარ ვიცი რა გავაკეთე. მაგრამ მოვიფიქრებ რაღაც. სავარაუდოდ ლინკოლნის სწავლენ უნივერსიტეტს ნახე. ახლა ჭადარია. ეხლა ვინმე აქ ნორმალური ჩემი ჯგუფის მოსწავლე და კაცი. როგორც გუნოსილი და რაღაცას არ სამში მომზადებს და რაღაც დაიჯებოდა და ალევდა. აბა. ნოსტალგია არა მაქვს ალევის, მაგრამ რაღაცა ხომ გააკეთე. ამათაირად ვიღოსი. წახვიდე პარკში და წამოწვე ბალაღზე და იკოტრიალე. ან მოკლე მკლავებით.